არა მინდა. ბენდი არის, დეკორაცია არის. მე აქ ვარ. რაღაცა მაკლდება. ესეც აქ არის. ბაჩო ქაჯაია. მოგესალმებათ ღამის შოუ პირველზე! ჩემმა წინასწარმეტყველებამ, რომელიც რა თქმა უნდა ახდა, კიდევ ერთხელ აალაპარაკა მთელი ქვეყანა. ნუ, ვიღაცისთვის დუნია. ვიღაცისთვის რა, ჩემთვის. მე მიყვარს ჩემი დუნია. ნახოთ ამჯერად რომელ წინასწარმეტყველებაზეა საუბარი. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ თქვენგან ერთ-ერთი გაიმარჯვებს. ვულოცავ ოთონემსადეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ ღირსეულად წარადგინოს ევროვიზიაზე ჩვენი დუნია! რადგან მილოცვით დავიწყე, მილოცვითვე გავაგრძელებ, მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო 8 მარტი, განსაკუთრებით აქ ჩემთან სტუდიაში დამსწრე ქალბატონებს. მრავალს დაესწარით 8 მარტსაც და ჩემს გადაცემასაც. დღეს არის ჩემი სარვა მარტო გადაცემა. ისე ძალიან ბევრი კი ვიწვალე. ეს გადაცემა სარვა მარტო რო ყოფილიყო, იმიტომ რომ თურმე დღეს ყოფილა 7. გადავედი არხის ხელმძღვანელობასთან, ვეუბნები. არხის ხელმძღვანელობა სარვა მარტო გადაცემის გაკეთება მინდა და იქნებ 8 მარტი გადმოიტანოთ 7-ში. ხელმძღვანელობა მეუბნება არხის. ბაჩო, დაფიქრდიო აბა დაფიქრდი როგორ შევძლებთ ამასო. თუ მაინც და მაინც ახლა სარვა მარტო გადაცემის გაკეთება გინდა, მოდი შენი გადაცემა გადმოვიტანოთ პარასკევსო. აჰა. ანუ ჩემი გადაცემის გადატანას შეძლებთ პარასკევს და 8 მარტის 7 მარტს გადმოტანას ვერ ათქო? გადმომიღეს კალენდარი. ნახეთ ერთი რას მიკეთებენ რა. ამ ხელა საკალენდრო სისტემას დამაჯახეს რა. პირდაპირ. დახედეო, დავხედე. საერთოდ ასე ვარ რა. როცა კალენდარზე მეუბნებიან, დახედეო, დავხედავ ხო. დავხედე და რას ვხედავ? თურმე, ნაკიანი წელი რო ყოფილიყო, ზუსტად 5 შაბათს უწევდა 8 მარტს. ამას ეგრევე მივხვდი, როგორც კი დავხედე. იქნებ ამ ერთხელ გადმოიტანოთ 7 მარტი 8 მარტს თქოდა. ეგრე ხო ერთ დღეს ვკარგავთო. ბიჭო, თქვენ გადმოიტანე და მაგ ერთ დღეს სხვა დროს ამოვქაჩავთ. რაც მე დღეები მაქვს გადატანილი. ანუ ესე კი უთხარი, მაგრამ ვერ მოვატყუე. შემეტყო სახეზე. თან მე ხვალალი ვარ. ალალი ვარ, მაგრამ შევცვალე სტრატეგია ეშმაკურად. ჩემი გადაცემა. ხო ერთი დღით ადრე იწერება მეთქი? კიო. ახლა რო ერთი დღით გვიან ჩავწერო მეთქი? დაიბნე. მოკიდეს ხელი ამ კალენდარს და შეინახეს. კი ბატონო, ჩაწერე 8-შიო, ოღონდ ეთერში მაინც 5 შაბათს უნდა გახვიდეო. ასე რომ ახლა თქვენ უყურებთ გადაცემას, რომელიც ხვალ არის ჩაწერილი.
რადგან ამდენი ხალხი შევაწუხე რომ დღეს 8 მარტი ყოფილიყო, კეთილი უნდა ვინებო და საჩუქრებზეც უნდა ვიფიქრო. საერთოდ ასეთი ტიპი ვარ მე რა. როცა ვინმეს ვაწუხებ, მე კეთილსაც ვინებებ ხოლმე. თავიდან ვიფიქრე რომ საჩუქრების დარიგებას დავიწყებ ანბანის მიხედვით მეთქი. მაგრამ როცა მომყევი, მთელი დუნიისთვის უნდა მეყიდა საჩუქარი დაბა ახლა ხო. ამიტომ ანბანის იდეა უკუვაგდე და გადავწყვიტე საჩუქრები დამერიგებინა ანბანის კი არა, დედაენის მიხედვით და აი ია შენ საჩუქარი. გილოცავ 8 მარტს ჩემო კარგო. მადლობა. მადლობა მე და ვის ასე კარგად ჩაცმულო? თათია და ნათია დარჩიებს. ყოჩახ. მოდი გავაგრძელოთ ჩემი ხვალინდელი გადაცემა. დედაენის მიხედვით რომ გავყევი, მივხვდი რომ ბევრი ტიპის სარვამარტო საჩუქარი არსებობს. თათი, თასი, თხა, თოხი, ხე, უთო, ძუა, მუხა, შოშია, სოკო, თივა, გემი, ოფოფი, ვაზი, ირემი, კამეჩი, ხოხობი, ხიდი, ბეღურა, ლომი, ყაყაჩო, ჟირაფი, პეპელა, ლიმონი, წერო, ცემი, ატა, ხათამი, მოხი, რეჰანი. დავიწყოთ რეჰანით. კი არა და დავამთავროთ ცოტა დავიღალე. ხო, აი მე როგორი ტიპი ვარ ახლა, აი დააკვირდით. სარვამარტო საჩუქრის შერჩევა წიგნებით დავიწყე, ხო? ანბანით, დედაენით, ყველა ასე გულით კი არ უდგება საქმეს. აი ჩემმა მეგობარმა მაგალითად, ხო, საჩუქრის შერჩევა დაიწყო SMS-ით. SMS-ი მიიღო 6-ში, 7-ში იყიდა, 8-ში აჩუქა, არ მოეწონა, 9-ში დააბრუნა. 10-ში ისევ აჩუქა, 11-ში უკვე განმადების პირველი შესატანი უწევს. თუ არ გჯერათ, ჩახედით კალენდარს. კალენდარი თუ არა გაქვს, მე ვიცი, სადაც არის შენახული. როგორც ხედავთ, SMS-ებმა არ გაამართლა. ჩემი წიგნები ლიდერობს. კიდევ ერთმა ჩემმა მეგობარმა, მე საერთოდ ესე ბევრი მეგობარი მყავს დუნიაზე. საჩუქარი შეარჩია, იცით რითი, აი ელექტრობოძებზე რო განცხადებებია გამოკრული. და ის ქვემოთ რო ეს დაჭრილები აქვს ეს. წრილ-წრილად რო არის ესე დაჭრილები და ყველაზე ერთი და იგივე ნომერის რო წერია ტელეფონის. ხო, იმას მოახია მესამე. და ეგზოტიკური საჩუქარი გაუკეთა მეუღლეს. ოღონდ ეს საჩუქარი რომ ეყიდა, ბინა გაყიდა ვერაზე და იყიდა აფრიკაში. აი ეგზოტიკა სად არის, ხო დაგპირდით. საერთოდ მე რასაც დაგპირდებით ვასრულებ ხოლმე. მოკლედ. ხო. მოკლედ როგორც ხედავთ, მაინც წიგნები ლიდერობს რა, წიგნები და ეს წიგნებისადმი სიყვარული ვინ ჩამინერგა? ჩემმა პედაგოგებმა. ხო და გადავწყვიტე, მშობლიურ სკოლაში მივსულიყავი და 8 მარტი მიმელოცა ჩემი მასწავლებლებისთვის. აი ეს გახლავთ ჩემი სკოლა, სადაც ჩამინერგეს წიგნების სიყვარული. მოდი ახლა მე შევალ და პირველ რიგში ჩემს დამრიგებელს მიულოცავ 8 მარტს. მოდი. ჩემი სკოლა.
მისელამ არა მას. როგორ შეცვლილა მართლა ყველაფერი რა. შეიცვალა ხო? აღარც ის ფეჩი არ ადგას. შენ რო აფეთქე? ხო, მე რო ავაფეთქე, რა კარგად აფეთქდა. გახსოვს სკოლა როს ვამთავრებდი და ხეები დავგეთ ეზოში. არ მოვინახულებ იმ ხეებს. მოვინახულებ. წავიდი. წამო. აი. ხედავ. ესე იგი, სკოლიდან მე ჩამინერგეს წიგნების სიყვარული, მაგრამ მეც ჩამინერგავს რაღაცეები. ნო, რაღაცეები რა ხე. არ ვარ. წამოვალ. აბა თუ გახსოვს რომელია შენი დარგული? ეს პირველი. არა ეს. რომელი კლასის, რომელი ოჯახის და რიგის მცენარეა? ესე იგი რომელი კლასის, ხო? მე ვიყავი, ესე იგი რო ვამთავრე მე-11 კლასის არის. წიწვოვან იანი მოდის სოლოლაკის ფერდობზე და ასრობს და ხარობს. 50? მესამე სკოლა ეზოში. აი ახლა ამ კლასში გაკვეთილს ატარებს ჩემი ისტორიის მასწავლებელი ნინობას. ახლა აუცილებლად უნდა შევიდე და მივულოთ 8 მარტს. წამოდით. ნინო მასწავლებელო. ბაჯო როგორ? გილოცავთ მამა. ავალ და ეს არის. ახლა შევალ ჩემი დაწყებითების მასწავლებელთან. ეს აქ ბავშვები არიან, იმ ხელები რამხელაც მე ვიყავი პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასში. გამარჯობა. გილოცავთ მამა. ავალ და ეს არის. ბავშვებო, ესე თქვენაირი მოსწავლე იყო, აი ესეთი პატარა იყო, როცა მია შემოვიდა სკოლაში. როგორ? ჭრელად უნდა ჭრელად როგორ გავაც ჭრელად, რანაირად გავაც? ჭრელად რო ხარ? კიდევ ერთხელ გილოცავთ 8 მარტს და მე მინდა რომ ყველა ქალი ბედნიერი იყოს. ქალი, რომელიც მთელი დღე სამზარეულოში ტრიალებდა და ახლა ჩაუჯდა ჩემს გადაცემას. ქალი, რომელიც სარვამარტოდ Facebook-ზე პროფილის ფოტოს ცვლის ყვავილებით ხელში. ქალი, რომელიც ახლა საჭესთან ზის, ავტომანქანის მოხვევის კუთხე გრძივი ციმციმა მარჯვნივ აქვს ჩართული და მარცხნივ ზოლში ცდილობს გადახდეს. ქალი, რომელიც სპორტ დარბაზში სარბენ ბილიკზე დგას და საიდ გარბის თვითონაც არის. ჩემ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი კონექშენი ია ტომაშის ხელმძღვანელობით.